სისტემურ განლაგებას განვიხილავ დღეს და ამის მაგალითზე ჩათვალეთ რომ სხვა ენერგეტიკულ ვითრითებსაც ეხება ეს და ერთი და იგივე მექანიზმი ხდება ყველგან უბრალოდ ფორმებია სხვადასხვა დღეს მოდაში შემოვიდა სისტემური განლაგება რომლის მიხედვითაც ადამიანს ბრჭყალებში ტრამვებისგან ანთავისუფლებენ ზოგი სისტემური განლაგების ბრჭყალებში ოსტატი ამას აკეთებს ჰოლოტროპული სუნთქვით მედიტაციის მდგომარეობით ჰიპნოზით და სხვადასხვა მდგომარეობით სისტემური განლაგების მიხედვით შენგან ამოაქვს ის ტრამვები რომელიც გაქვს და ბრჭყალებში გკურნავს მაგრამ სანამ ამ დეტალებს და ტექნოლოგიებს დაგიშიფრავთ და გადმოგილაგებთ გლეხურ ენაზე გავარკვიოთ სისტემური განლაგების საფუძვლები საიდან მოდის იყო ესეთი კათოლიკე მღვდელი ბეტ ჰელინგერი ის არის სისტემური განლაგების ფუძემდებელი რომელიც მისიონერული მისიით წავიდა აფრიკაში და ზულუს აფრიკის ტომიდან წამოიღო ვუდუს შავი მაგიის ტექნოლოგია შემდეგ ევროპაში ჩამოვიდა დაანება მღვდლობას თავი ჯერ მღვდლობას რომ თავს დაანებებ ღმერთს რომ რაღაც დაგანებებინებს თავს ასოხია მაგრამ კარგი გავაგრძელებ დაანება მღვდლობას თავი წამოიღო ვუდუს ტექნოლოგია ზულუს ტომიდან აფრიკიდან შემდეგ აქ შეისწავლა ნეიროლინგვისტიკური манипуляციები პროგრამირებები შეაზავა ამაში შეფუთა და მოგართვათ ყველას და მთელი სოფლიო და უკვე საქართველოს გადასულია სისტემურ განლაგებებზე და ამ ყველაფერზე ეხლა ეს ყველაფერი რაც ახსენე ზღაპრად რომ არ მოგეჩვენოთ ყველაფერს დაგილაგებთ ფუნდამენტურად მას შესაძლოა იქიდან გამომდინარე რომ ზულუს ტომიდან არის და აფრიკული შამანის საფუძვლები აქვს გეტყვით აფრიკელი შამანები რას აკეთებენ იმისთვის რომ ნაგავი მოიშორონ თქვენს ცივილიზებურ ენაზე რომ თქვათ ტრამვებისგან რომ განთავისუფლდნენ რას აკეთებენ აფრიკელი შამანები ტრამვაში იგულისხმება დესტრუქციული ენერგიები დემონების მოშორება ბნელების მოშორება დესტრუქციის მოშორება როგორ აკეთებენ ამას შამანები აფრიკაში როდესაც აფრიკელები თავად შამანებთან მიდიან და ცდილობენ მოიშორონ დემონი შეპყრობისგან განთავისუფლდნენ მოიშორონ ტრამვები მოიშორონ დესტრუქციული ენერგიები ამისთვის აფრიკელი შამანები იღებენ აფრიკულ ნიღაბს ხო თქვენ რომ ყიდულობთ აფრიკულ ნიღბებს იმ ნიღბებზია საუბარი იღებენ ამ ნიღბებს და ამ ნიღბებში გადააქვთ ბნელი სულები დემონები დესტრუქციული ენერგიები და შემდეგ გამოაქვთ გასაყიდად ეხლა ალბათ კითხვას დასვამთ რატომ მაინც და მაინც გასაყიდად ხომ შეიძლება დამარხოს არა იმიტომ რომ ის სხვა ადამიანმა უნდა აიღოს რომ გადავიდეს დესტრუქციული ენერგია სხვა ადამიანზე დემონი თუ სხვა დანარჩენი ამიტომ შამანებთან როცა მიდიან აფრიკელები ან თავად შამანები როდესაც იშორებენ ტოქსიკურ ნარჩენებს სულიერებაში გადააქვთ ნიღბებში ეს ტოქსიკური ნარჩენები დემონები დესტრუქციული ენერგიები ეს პროგრამები როგორც კი გადააქვთ ნიღბებში ეს დესტრუქციები ტურისტებზე ყიდიან იმიტომ რომ ის ადამიანს უნდა მიეკრას ენერგია არ იკარგება და ვინმე უნდა მიიღოს ეს ნივთმა კი არა ცოცხალმა უნდა მიიღოს ეს და იღებენ ადამიანები ტურისტები და მიაქვთ სახლში ბეთ ჰელინგერი რომ ჩავიდა აფრიკაში ზულუს ტომთან ეს რიტუალი რომ გაუკეთეს და შედეგი მიიღო მიხვდა თან ეხლა არ გეგონოთ თქვენ გერმანელი კათოლიკე მოძღვრები ყველა სუფთა პირდაპირ გეუბნებით ცოცხალი ისტორია მაქვს მაგას დავდებ გერმანიაში მოღვაწეობს ჯერ კიდევ ფაშისტების დროინდელი ანანერდეს შავმაგიური ორგანიზაცია რომელსაც თავისი პოლიცია ყავს ფსიქიატრიული აქვს თავისი ტაძრები აქვს რომლის ქვემოდაც ძალადობები მიდის ოფიციალურად ვიცი მთელი ისტორიებით მაგაზე დავდებ უბრალოდ არ მცალია ეხა ამ ისტორიებისთვის ვიხდით და ეხა როგორც კი ნახა ეს ტექნოლოგია ზულუს ტომში აი ზუსტად ამ დესტრუქციის მოშორების მექანიკა ნახა ბეთ ჰელინგერმა ზულუს ტომში ნიღბებში როგორ გადაჰქონდათ ნივთებში როგორ გადაჰქონდათ ეს დესტრუქციები ტრამვები და სხვა დანარჩენი ეს ნახა და ეხლა მიხვდა ევროპაში რომ ჩავიდოდა ამას არავინ არ მიიღებდა ამიტომ გადაატექნოლოგიურა ეს ყველაფერი შეისწავლა ნეირომანიპულაციები ფსიქოლოგიის ტექნოლოგიები და შეაზავა ამაში და როგორ შეაზავა ეხლა გაგიშიფროთ როგორ ხდება ეს ტექნოლოგიურ დონეზე თქვენთან მიმართებაში იმიტომ რომ ეხლა ნახეთ შენ ცოცხალი თავით არ დათანხმდები შავ რიტუალს ესე ცნობიერად და ამ ფორმით დათანხმდები შელამაზებულად რომ აი ტექნიკაა ეს და ფსიქოლოგიაა და ეს უბრალოდ ფსიქოსომატიკა არის და თავად ვინც აკეთებს სისტემურ განლაგებას ის მშვენივრად აცნობიერებს რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაც ფსიქოლოგია და ნეიროფსიქოლოგია და ფსიქოსომატიკა და არ არის ეს უბრალოდ ფიზიკური მოვლენა აცნობიერებს ყველა აბსოლუტურად ვინც აკეთებს ამას რომ ეს არის რაღაცა უფრო მეტი და ამას უწოდებენ ველში მუშაობას უწოდებენ ველში მუშაობა კი არა ჩვეულებრივ ვუდუს აკეთებ კარგი გავიგეთ ესე იგი სისტემური განლაგება არის ვუდუს საფუძვლებიდან აღებული ტრამვების მოშორება
მონიტორების ტექნოლოგიას სხვაზე გადატანის საშუალებით. და ნახეთ რეალურად დღეს ვინც სისტემურ განლაგებებს აკეთებს და ამ პროცესებს აკეთებს, ბეთ ჰელინგერის ეგრეგორს, ბეთ ჰელინგერის ენერგო სტრუქტურას ემსახურება და ბეთ ჰელინგერი ემსახურება ავტომატურად ზულუს ტომის ვუდუს შამანის ტექნოლოგიას. კარგი, ეს გავიგეთ, რომ სისტემური განლაგების საფუძვლები არის ვუდუს რიტუალის მექანიკა, რომლის მეშვეობითაც ნივთებში გადააქვთ დესტრუქცია და ბეთ ჰელინგერმა გადააპროგრამა ეს გაატექნოლოგიურა და იგივეს აკეთებთ, უბრალოდ ეს დესტრუქციები გამოგაქვთ და ერთმანეთში გადაგაქვთ. შენ როდესაც მასეთ რიტრიტში იღებ მონაწილეობას, შენ გადაგაქვს სხვა ადამიანში შენი ტრამვა. როგორც ვუდუს წარმომადგენლებს გადააქვთ ნივთებში ტრამვა და იქ ნივთებში იმითომ გადააქვთ ტრამვა ვუდუს წარმომადგენლებს, რომ ცოცხალი ადამიანი ცოცხლად არ დათანხმდება მასეთ სიგიჟეს. არც ერთი ჭკვატყოფელი აფრიკაში ცოცხლად არ დათანხმდება მაგ რიტუალს, რომ სხვისი დესტრუქცია მიიღოს და თქვენ თანხმდებით ამ სიგიჟეს. ამიტომ ნახე, სისტემური განლაგება გულისხმობს, რომ შენი დესტრუქცია გადაგაქვს მეორე ადამიანზე, რომელიც პარტნიორიც არის ამ პროცესის მონაწილეობის პროცესში. მერე იმას გადმოაქვს შენს. კარგი, სანამ აქ მივალ, მოდი ცოტა განვიხილოთ, ვინ არიან ეს სისტემური განლაგების ადამიანები საერთოდ. ვინც ამას გიტარებენ. ამ კითხვას ამ ადამიანების შინაგანი მდგომარეობა რა მდგომარეობაა? იმიტომ რომ ნიშნულობა აქვს ამას, ხო? რატომ მაგასაც ავხსნი? ეკითხები ღმერთის წამს თუ არა საერთოდ? იმიტომ რომ ღმერთი თუ არ წამს, ესე იგი რისი წამს მას? და გისვამს ეს კითხვა საერთოდ? სხვა კითხვებს რომ თავი დავანებოთ. და ნახეთ, ერთ-ერთი ცნობილი სისტემური განლაგების ჭყალებში ოსტატი ყვება ესეთ რაღაცას საქართველოში. ღმერთზე ლაპარაკი რომ დაიწყოს, ყურები დავიცეო, ანუ ყურებზე ხელი დავიფარეო. ღმერთი და ამ ყურებზე ლაპარაკს რომ შეეშნენო, მერე ისევ ყურებიდან ხელი გამოვიწიეო. ესეთი ხალხი გიტარებთ ენერგეტიკულ წმენდებს და რიტრიტებს და სისტემურ განლაგებებს გიკეთებთ. ღმერთზე რომ ელაპარაკებიან, ყურებზე იფარებს ღერს, ღმერთის მოსმენა არ უნდა, ამ დღეშია. და მან უნდა გიშველოს შენ ტრამვებიდან უნდა განათავისუფლოს. საერთოდ კითხვებს არ სვამ თქვენ არაფერზე. ვინ გიტარებს სისტემურ განლაგებას, რა ხდება ამ ადამიანის შიგნით, რა მდგომარეობაშია და შენ თან ქრისტიანი ხარ. ღმერთის გწამს და მიდიხარ ისეთ ადამიანებთან ყურებზე ხელს იფარებს ღმერთის სახელი რომ ესმის, ისე არ სიამოვნებს და მოსმენა არ უნდა მის. და თან ამაყობს ამით, ისე ამბობს ამას. ქართველებს ხომ გვაქვს ჭეშმარიტი გამონათქვამი, რომ თუ გზას ტაძრამდე არ მიყავხარ და ადამიანი ყურებზე იცობს ხელს ღმერთის სახელი როცა ესმის და ღმერთზე საერთოდ არ გელაპარაკება. დააკვირდით საერთოდ, აი ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი ხალხო. ადამიანები გელაპარაკებიან სულიერებაზე და ღმერთს საერთოდ არ ახსენებენ. იშვიათად თუ ახსენებს ღმერთს. ძირითადად თავად არის ამ ყველა ცოდნის ვარსკვლავი. ღმერთს არ ახსენებს. კი, დღეს ისეთი დრო არის, რომ ადამიანები ეფარებიან ღმერთის სახელს, მაგრამ ნახე, ბნელით მოცული ღმერთის სახელს ხონაერად ეფარება და სუფთა ადამიანი ღმერთის სახელით ხონაერად ლაპარაკობს და როგორ. ადამიანი, რომელიც გეუბნება უფალი აკეთებს ამას, უფალია ძალით მოსილი, უფალთან ილოცე, მე ვინ ვარ განწმინდო, მე ვინ ვარ რომ რა მევქნა ღმერთთან ილოცე. ეს არის სუფთა. პირველ რიგში იცოდე, რომ ვისაც თანხმობას აძლევ, თანხმობას თან დააკვირდით და იცოდეთ, არც ერთი სისტემური განლაგების ბრჭყალებში ოსტატი, არც ერთი ენერგო პროცედურის ჩამტარებელი ბრჭყალებში ვითომ ოსტატი ვერ აკეთებს შენი თანხმობის გარეშე. თანხმობა არის გარანტირებული ნიშნულობის საქმე. ამის გარეშე გეტყვის ვერაო. გესმით? შავი მაგიც თანხმობის გარეშე ვერ აკეთებს ვერაფერს. როდესაც შენ შავ მაგს ან ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერს, თუნდაც შავი მაგი არ იყოს, უფლებას აძლევ, თანხმობას აძლევ, შენს ინფორმაციულ ველზე იმუშაოს, მართოს შენი ენერგო ინფორმაციული ველი, ძალები, ენერგიები, ეს ყველაფერი ავტომატურად შენ უფალს აგდებ შენგან და როგორ? ეხლა ვიღაც იფიქრებს, რომ რა ფანატიზმს ლაპარაკობს. მოდი, ბოლომდე მოისმინე და მიხვდები, რომ აბსოლუტურად გილაგებ ყველაფერს ისე როგორც საჭიროა და გიხსნი. ნახე, შენ არავიზე დაშვება მიცემული რომ არ გააქვს თანხმობები, მოდი გამიმართე ენერგია, შემოთი ჩემში აზრები წაიკითხე, ეს გააკეთე, ის გააკეთე. შენ ხარ სუფთა და შენზე უფალს აქვს პროტოკოლები მიცემული ავტომატურად რომ დაიბადე. გაყიდული არ ხარ, გესმის? დაიბადე და უფალს აქვს პროტოკოლები მიცემული. უფალი ადამიანის ტაძარს, სხეულს და სულს არ იყოფს არავისთან. უფალი არ ჩერდება მაგალითად შავი მაგი თუ შემოვა შენში. შავ მაგთან ერთად არ ჩერდება შენში. მარტივად გეტყვი. წარმოიდგინე ახლა მეუღლე ყავს. მეუღლემ სახლში მოგიყვანა, მომიტევე შიდსიანი, ჭირიანი, კოვიდის ვირუსიანი, წარწყმედილი, დასნეულებული,
ფეკალიებში ამოსურილი, მკვლელი, სერიული, ყველაფერი, აი რაც შეიძლება წარმოიდგინე ყველაფერი და მოგიყვანა სახლში მეორე ცოლად. შენ გაჩერდები იმ სახლში თუ გაიქცევი, მაშინვე არ იკადრებ ამას, ხო? ღმერთიც ესეა. ეს ხდება ოღონდ ავტომატურად. შენ როგორც კი თანხმობას აძლევ შავმაგს, მაშინვე მორჩა შენ აგდებ უფალს ავტომატურად. უშვებ შენგან, რადგან იქ ვერ ჭერდება ვერ ცული წმინდა ვერაფერი და ნახე, შენ რომ ვიღაც რითრითის წამყვანს, რომელიც ყურებზე ხელს იცობს, ან ვიღაცა საწყალი ადამიანია, ხო, ყველანი ვართ უბრალო საწყალი ადამიანები. ვინ ვართ ჩვენ, რომ უფალთან ერთად გვერდით დავდგეთ ადამიანში და ვმართოთ სხვა ადამიანის ენერგიებში რაღაცეები. გესმით? და ნახე, შენ რომ იმ ვიღაც რითრითის წამყვანს აძლევ დაშვებას, კი რომ აძლევ, შენში შემოდის ენერგიულად. და შენში რომ შემოდის ეს დაბინძურებული ადამიანი, ჯერ ერთი წმინდანიც რომ შემოვიდეს, მაგას არ იწამს წმინდანი. წმინდანის გვერდითაც არ გაჩერდება უფალი იმდენად დიდი და სუფთა. და ეს ვიღაცა წარწმედილები და ვიღაც რაღაც ყურებზე ხელებს რომ იცობენ, უფლის სახელი რომ ესმით და ისედაც რომ არასუფთები არიან, მაგათ რომ თანხმობას აძლევ, შენ აგდებ უფალს ავტომატურად. და ნახე, ეხლა რა ხდება? ვიღაც საცოდავს აძლევ შენი მართვის პროტოკოლებს. შენ ღმერთისთვის რომ გეთხოვა ლოცვებით, იმ ყველაფერს რასაც გამთლიანებაში გასწავლი, ღმერთი გამოგიჯამრთელებდა ყველაფერს. ხარისხიანად თან ღმერთი აკეთებს ამას ყველაზე მაგრად ამ სამყაროში. და შენ ღმერთს უშვებ გარეთ და ვიღაც საცოდავს ან შავმაგს. თან ნახე, უმრავლესობა არის შავი მაგი. რაღაც ნაწილი არ არის შავი მაგი, უბრალოდ ამ რიტუალს აკეთებს. ვუდუს ოღონდ გონია რომ რაღაც ფსიქოლოგიური ტექნოლოგია შეისწავლა და კურნავს ხალხს. იმან არ იცის ეს. მაგრამ უმრავლესობა არის შავი მაგი. გარანტირებულად გეუბნები. შავი მაგები არიან ასტროლოგები, რომლებიც ხალხს მკითხაობენ, ვითომ ასტროლოგია და მკითხაობს პირდაპირ. ეუბნება რა მოხდება მის ცხოვრებაში, რომელ ქვეყანაში წავა, ანუ ნებისმიერი ასტროლოგი გეტყვის რომ ეს არ არის ასტროლოგია, ეს არის მკითხაობა და შენ სისტემური განლაგები, სადაც შენს პროტოკოლებზე დაშვებას აძლევ, ენერგიების მართვაზე დასწრებას აძლევ, შენი აზრით ეხლა შავი მაგი მაგ არ მიდის? იდეალური სამიზნე. აი, როგორი იდეალური სამიზნე, იცი? აი, ბეთ ჰელინგერმა თელს მსოფლიოს მოუტანა, შავმაგებს მოუტანა იდეალური სანადირო სივრცე, სისტემური განლაგების საშუალებით და მსგავსი საშუალებებით. სადაც პირდაპირ დაშვებებს იღებს და თავის ენერგო манипуляციებს აკეთებს. თქვენ შავი მაგი გონიათ, როგორი რაღაც, იცით? აი, რაღაცა ბოლებს აფრიალებს და რაღაცეებს აფრიალებს. არ არის დამიჯერეთ საჭირო სიტყვის ამოღებაც. მე ახლა საერთოდ არ მჭირდება სიტყვის ამოღება. ისე შემიძლია ენერგიებში პროტოკოლები ვანხორციელო, ვიზუალიზაციებით და ყველაფრით. საერთოდ მე რომ ვილოცები, ხმას არ ვიღებ. ხმა მაღლა არ მილოცია წლებია. გონების ხმით ვლოცულობ. გონებით ვაკეთებ ყველაფერს. შავი მაგი ისე ჩაგიტარებს პროცედურას, საერთოდ ხმას არ ამოიღებს. გესმით? და შავი მაგები რა თქმა უნდა ეხლა პირდაპირ მაგ მიდიან, თქვენზე სანადირობთ. მაგ ნადირობენ თქვენზე ყველაზე კარგად. რადგან ყველაზე გარემონტებული სანადიროა, სადაც ვერ ამჩნევ ვერაფერს და თანხმობებს აძლევ. გიმეორებ, ნაწილი შავი მაგია გარანტირებულად, ნაწილი არ არის შავი მაგი, მაგრამ ემსახურება ვუდუს ტექნოლოგიას, ისე რომ თავადაც არ იცის. ეხლა რა ხდება, როდესაც შენ თანხმობას მას აძლევ? შენ მაგალითად ჰოლოტროპულ სუნთქვას იწყებ. სხვადასხვა მეთოდებით აკეთებენ, ან ჰოლოტროპული სუნთქვით ამ სისტემურ განლაგებას, ან მედიტატიურ მდგომარეობაში ხარ, ან პარტნიორს გაძლევენ და მაგასაც მოყვები პარტნიორთან რა ხდება? მაგ ხდება ის ვუდუს გადატანა დესტრუქციის სხვა ადამიანში და ის თავის დესტრუქციას გაწეპებს შენ. ერთმანეთს აწეპებთ საკუთარ დესტრუქციებს. გაცვლას აკეთებთ. და რა პროცესი ხდება მაგ აღწერ, მაგრამ აქამდე სანამ ამას აღწერ, მინდა აგიხსნათ სისტემური განლაგების ბრჭყალებში ვითომ ოსტატი რას გიკეთებ თქვენ? შენ რომ მას თანხმობას აძლევ, შენს ენერგო ველზე მართვის მექანიზმებს აძლევ. შენი სულის ყველა პროცესზე, ცვლილების შეტანის, მართვის, ენერგიების მიღება, წაღების, მართვის სისტემებს აძლევ. შენი სულის მართვის საჭედანი დგები, ღმერთს ეუბნები, გადი ღმერთო გარეთ და სვამ ამ ადამიანს. და მოდი ახლა განვიხილოთ, თქვათ სუფთა თუა და სუფთა არის ძალიან ცოტა და ისიც აზრი არ აქვს, ისიც ბნერს აკეთებს, ოღონდ თავად ვერაცნობიერებს. შენ რომ ვიღაცას დაშვება მიეცი, შენი ენერგიების მართვის, შენ უკვე დაარღვიე ღმერთის კანონი. იმიტომ რომ ამ სამყაროში შენ რომ მოხვედი, შენ და ღმერთი უნდა მონაწილეობდეთ ამ პროცესში. რელიგიურ ფანატიზმს კი არ გელაპარაკებ. ადამიანი რომ მოდის აქ, ის უნდა ასრულებდეს ღმერთთან ერთად ყველა პროცესს და როგორც კი შენ სხვა ადამიანს დაშვებებს აძლევ შენი მართვის მექანიზმზე, ღმერთს აგდებ, შენს ნებას ექცევი ისე ტუტუცურ უდიერად, რომ შენ თავად ვინც თანხმობას აძლევ, უკვე დანაშაულ ჩადიხარ შენ თავთან მიმართებაში და შენ როგორც სისტემური განლაგების ბრჭყალებში ოსტატი, ღმერთის ადგილს იკავე. სისტემური განლაგების ბრჭყალებში ოსტატი, რომელსაც მიყავს ეს პროცესი, ის იწყებს შენი ენერგიების მართვას და მიყავს სისტემური განლაგების პროცესი.
მან თუ იკადრა და ენერგიები წაგართვა, ბედი წაგართვა, ან ყველაფერი შეუძლია აგართვას. აი კარაქივით წაგაცალოს თუ რამე კარგი გაქვს. ნენელა ის რომ ვერ შეამჩნიო. ქვეცნობიერად შეიძლება თავისი ტრამვებიც გადმოგიყაროს უკან, თავისი შიშები და ქვეცნობიერში ჩაგიხორცდეს ეს, ისე რომ მერე გამოვლინდეს, ისე რომ ვერ შეამჩნევ ამას. თან ეხლა ნახეთ, სისტემური განლაგების ოსტატი უამრავ ადამიანთან შედის სიმბიოზში, ეს ეკავშირებს ამყარებს და ეს ყველა დესტრუქციები გადადის, გადმოდის, როგორც აი სექსუალურ ორგიაში დაუცველად მონაწილეობა მიიღოს ათასობით ადამიანთან და ყველა დაავადება მასში რომ იყოს. ესე გადადის, გადმოდის. კარგი, ეხლა დაუბრუნდეთ სისტემური განლაგების ტექნოლოგიას და ვუდუს ტექნოლოგიას. ვუდუს ტექნოლოგია გვახსოვს. შამანებს თავიანთი დესტრუქციული ენერგიები გადააქვთ ნიღბებში. სისტემურ განლაგებაში თუ დააკვირდებით, ფუნდამენტი ესეა. ან სილუეტებთან გამუშავებენ, ფორმებთან, ან რაღაც შეიძლება იყოს ქანდაკებები, ან რაღაც, ან ადამიანთან. მაგრამ ეხლა ნახეთ, გიმეორებთ, შამანების აფრიკაში არც ერთი ცოცხალი თავით მაგაც არ დათანხმდება და თქვენ თანხმდებით. ეხლა რა ხდება აქ? ტრამვების მოშორების დროს სისტემურ განლაგებას როცა აკეთებთ. მაგალითად, თუ ერთ ადამიანზე იძალადეს და ძალადობის მსხვერპლია და უნდა რომ ეს ძალადობის ტრამვა მოიშოროს. მარტივად გეტყვით ეხლა რა ხდება? ნებისმიერი ტრამვა არის ენერგოინფორმაციული არსი ადამიანში. მაგალითად, ვინც იძალადა, მოძალადემ თავისი ენერგო ბნელის ნაწილი ჩათესა იმ ადამიანში. ამიტომაც ვერ ივიწყებს ის ადამიანი ამ ტრამვას, თავისი ბნელი ნაწილი ენერგიულად ჩათესა მასში და ადამიანმა ეს ტრამვა რომ მოიშოროს, უბრალოდ ფსიქოლოგიურ დონეზე კი არ უნდა მოიშოროს, არამედ ენერგო ინფორმაციულ დონეზე, ბნელის დონეზე, არსის დონეზე უნდა მოიშოროს ეს ტრამვა. ტრამვის მქონე ადამიანს ბნელი ყავს, რომელიც ტრამვის ავტორმა გადასცა. პატარა ბნელი გადასცა ის ნაწილი, რაც იძალადა. ეხლა რა ხდება სისტემურ განლაგებაში? იგივე ხდება როგორც ვუდუს ზულუს ტომში, საიდანაც წამოვიდა და აფრიკის სხვადასხვა ტომებში შამანებთან. ერთი ადამიანი არის მსხვერპლის როლში და ძალადობის მსხვერპლი იყო, ცდილობს მოიშოროს ეს დესტრუქცია და მისი პარტნიორი. ესე ვთქვათ, სისტემური განლაგების პარტნიორები არის. ერთი არის მოძალადის როლში, მეორე არის მსხვერპლი, რომელიც მართლა მსხვერპლია და ცდილობს ამ ტრამვისგან განთავისუფლდეს. სანამ მაგალითად პარტნიორები ერთმანეთს შეარჩევენ, ჯერ საჭირო არის, მაგალითად არის რომ ხელებს მიადებენ ერთმანეთს თვალდახუჭული და ვინც იგზნობს ის უფრო ჩემიანია, ან ის უფრო ჩემიანია, ესე ხდება პარტნიორების დაწყვილება ერთმანეთში. ეხლა ალბათ კითხვას დასვამთ, რატო არის ეს საჭირო? იმიტომ არის რომ მაგალითად ვინმეს თუ გინდა რომ გადაუნერგო შენი რომელიმე ორგანო, მინიმუმ სისხლის ჯგუფი უნდა ემთხვეოდეს. გესმით? სისტემური განლაგების ოსტატი გეუბნებათ, დაწყვილდით, მაგრამ სანამ დაწყვილდებით, ერთმანეთი ენერგიულად იგრძენ, ამზადებს ტრამვის მქონე ადამიანს, მეორე რომელიც როლს იღებს ტრამვის ავტორის, რომ გადაუნერგო ამ ადამიანს ეს დესტრუქცია. რეალურად სისტემური განლაგების დროს ხდება ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანში ტრამვის გადანერგვა, დესტრუქციის გადანერგვა და ბნელის გადანერგვა. როგორც შამანების შემთხვევაში ხდება ხანდაკებაში გადატანა ამ დესტრუქციის. ეხლა ეს როგორ ხდება და რა პროცესები მიდის, ყველაფერს აგიხსნათ დეტალებში. როგორც კი თავსებადობა ხდება, როგორც მედიცინაში ხდება, რომ სისხლის ჯგუფი ემთხვევა, გადაინერგება ამ ორ ადამიანს შორის ეს ორგანო. როგორც კი ეს თანხმდეთ რა ხდება, იწყება სისტემური განლაგების პროცესი. და მაგალითად, თუ ვინმეზე იძალადეს, დგება ადამიანი ერთ ადგილზე, მოძალადე დგება მეორე ადგილზე და ეს ადამიანი მოძალადე არ არის, უბრალოდ როლი აიღო მოძალადე ადამიანის. ვიზეც იძალადეს, ეს ადამიანი გამოხატავს თავის ემოციებს ამ ადამიანში. ეს ადამიანი ამ ემოციებს იღებს. თან სისტემური განლაგების ბრწყალებში ოსტატი ამ პროცესს მართავს, რომ გადაინერგოს ეს ენერგოინფორმაცია სხვა ადამიანში, რომ პირველი ადამიანი განთავისუფლდეს ამ ტრამვისგან. და ნახეთ, თერმოდინამიკის მიხედვით ენერგია ამ სამყაროში არ იკარგება, არაფერი არ იკარგება ამ სამყაროში. შენი დესტრუქცია ან ვინმეს უნდა გადააბარო, შავი მაგები ამიტომ აკეთებენ ამას, იშორებენ დესტრუქციებს, ან უნდა წაშალო ეს, დაამუშაო ღმერთთან ერთად. მარტო ღმერთი აკეთებს დესტრუქციული ენერგიის განეიტრალებას ამ სამყაროში. მარტო ღმერთი. და ეს კეთდება ლოცვებით და იმით, რასაც გამთრენებაში გასწავლეთ. ნახეთ, შავ მაგიაში ეს ვერ კეთდება, იმიტომ რომ ბნელი ამას ვერ აკეთებს. ბნელი სხვა ადამიანში გადაგატანინებს ამ ტრამვას. და ნახე ახლა რა ხდება. ერთი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და სხვადასხვა მექანიკა შეიძლება იყოს, იქ ვიღაცა მშობელმა იძალა და იქ ბებიის მხრიდან, ბაბუის მხრიდან, რა მნიშვნელობა აქვს, რა ტრამვის მოშორება უნდა. მაგალითს მოიყვან სექსუალურ ძალადობას. ეს თავის ემოციებს გამოხატავს მეორე ადამიანის მიმართ, ან უყვირის, ან იმასშობა და გადანერგვას იწყებს მეორე ადამიანზე თავისი ამ დესტრუქციის, რომელიც იმ მოძალადემ ჩაუნერგა ამ მსხვერპლს. და სისტემური განლაგების, ზუსტად აი განლაგება, სახელი ამას ნიშნავს, გადალაგების მეთოდით თავის
თავის ტრამვას იშორებს და აწეპებს მეორე ადამიანს, საერთოდ უცხო ადამიანს, რომელიც ამაში მონაწილეობას იღებს. შემდეგ მეორე ადამიანი თავის ტრამვას აწეპებს იგივე მეთოდით ამ ადამიანს, რომელმაც თავისი სექსუალური ძალადობის ტრამვა მოიშორა. ერთმანეთს აწეპებენ ტრამვებს. ეხლა რა ხდება? ერთმა თავისი ბნელი მოიშორა და გადადო სხვა ადამიანში, იმ სხვა ადამიანმა თავისი ბნელი გადადო ამ ადამიანში. ხშირად სისტემური განლაგების პროცესში ვინც როლშია, პირდაპირ ის კი არა რომ რაღაც როლში შევიდა, პირდაპირ უსახიერდება მას შეგრძნებები მოძალადის. თავი პირდაპირ მოძალადე გონია ან რა როლსაც ირგებს, ის გონია პირდაპირ. ის კი არა რომ იჯერეს, ინფორმაცია გადადის მასში. იმ დონეზე გადადის რომ როლში კი არ შედის გიმეორე. ის ხდება იმ მომენტში, რადგან გადანერგვა ხდება მაგ დროს. და მაგ დროს ვინც მონაწილეობას იღებს, გავგიჟდი, ესე მეგონა მოძალადე ვიყავი, ესე მეგონა იმის დედა ვიყავი, ან იმის მამა ვიყავი და პირდაპირ ვიგრძენი კი არ იგრძენი, გადმოგინერგა იმ ადამიანმა ისე რომ თავადაც ვერ გააცნობიერა და შენ გადაუნერგე შენი. ეხლა საქმე რაშია? ვიზეც იძალადეს ამ მოძალადის დესტრუქცია რომ მოიშორო და გადაუნერგა. ეს დესტრუქციები ამ ადამიანებს არ ეკუთვნით, მაგრამ მიწებებული ყავთ ეს დესტრუქციები. ის ადამიანი რომელიც ამ სექსუალური მოძალადის როლში იყო, გარკვეული პერიოდი ამ ენერგო ინფორმაციის მატარებელი ხდება. გესმით? შეიძლება მას ადამიანს გაუჩნდეს ფიქრში სექსუალური ცუდი ფიქრები, ძალადობის სურვილები, ფიქრები. ეს ინფორმაცია გადაინერგა, ეს ორგანო გადაინერგა, ეს დესტრუქცია. საუკეთესო შემთხვევაში ეს დესტრუქციული გადანერგილი ენერგია განიფანტება, თქვათ, ერთ წელში. საუკეთესო იდეალურ შემთხვევაში, იდეალურ შემთხვევას გულისხმობ. რადგან არ შეგესისხორცება ეს შენ და ისევ დაუბრუნდება მას. ერთ წელში ისევ დაუბრუნდება მას ეს ტრამვები და შეიძლება ისევ გაახსენდეს ძალადობის პროცესები და ეს ყველაფერი. ამიტომ არის რომ სისტემური განლაგების პროცესში ადამიანი ზოგჯერ იკურნება, მაგრამ მერე ისევ უბრუნდება, ანუ ვერ გამოდის, სულ იქ დადის. რადგან რომ გადაუნერგე შენი დესტრუქცია მოიშორე სხვა ადამიანს, ის მას არ ეკუთვნის და ვერ შეუხორცდა და ერთი წლის მერე ისევ დაგიბრუნდა ნენელა უკან შენ. მაგრამ არის სიტუაცია რომ შეუხორცდა იმას. ანუ ის ადამიანი აყვა ამ სექსუალური ძალადობის ფიქრებს და ყველაფერს რაც მიიღო როლის შედეგად, გადანერგვის შედეგად და მერე უკვე ადამიანი იცვლება. ის ადამიანი რომელმაც მოძალადის დესტრუქცია მიიღო, იცვლება თავად. სისტემური განლაგების პროცესი, აი აბსოლუტურად სუფთად რომ ჩატარდეს და შავი მაგი არ იყოს, არის ის პროცესი, სადაც ერთმანეთის ნაგავს ერთმანეთში ყრით და ესე ცდილობთ მოიშოროთ ეს ნაგავი, მაშინ როცა ღმერთი მოგაშორებს ამას მალევე. უბრალოდ ღმერთს არ მიმართავ დღეს შენ. ამ დესტრუქციას სისტემური განლაგება და ეს ყველაფერი კი არ ანეიტრალებს, სიყვარული ანეიტრალებს ღმერთი. ეს გასაგებია მექანიკა. სხვა მექანიკა საერთოდ სხვა ადამიანთან ერთად ერთ ენერგო ველში რომ ერთიანდები. ეხლა ვინც არ უნდა მოვიდეს ჩემთან და მითხრას რომ გიორგი მოდი აი ერთად რაღაცა რიტუალი გავაკეთოთ, თუნდაც უბრალო. არ დავთანხმდები. რატომ? იმიტომ რომ ნახე, ზოგადად ენერგიებს ახასიათებს გათანაბრების მექანიკა. და რას ნიშნავს ეს? წარმოიდგინე ორი ფინჯანი, რომელშიც წყალია ჩასხმული. ერთში არის წყალი ფსკერამდე, მეორე სავსეა. მაგალითად, შენ გაქვს დიდი ენერგიები და მეორეს საერთოდ არ აქვს და პირიქით დესტრუქციები აქვს და ეს ყველაფერი ან შხამები აქვს შიგნით. ეს ორი ფინჯანი გვერდ-გვერდ რომ დავდოთ და წყლის მილით რომ დავაკავშიროთ ერთმანეთს, რა მოხდება? გათანაბრდება ყველაფერი. იქედანაც შხამები გადმოვა, შენგანაც გადავა სასარგებლო, არასასარგებლო ყველაფერი. და ეხლა კითხვას გისვამ. შენ რომ ენერგო კავშირს ამყარებ და საერთო რითრითებში იღებ მონაწილეობას, აი ხომ გაქვს ამბიცია რომ სულიერებაში რაღაც იცი, ენერგიებში რაღაც იცი, აი ანაბანას ხომ გელაპარაკები ეხლა? ხომ გესმის ასე გელაპარაკები? შენ რომ ამას აკეთებ და სხვა ადამიანთან ერთად ერთიანდები, შენი ენერგია გადადის მასში. მისი ჭუჭყი გადმოდის, ყველაფერი ერთმანეთში იზილება. კანონს არღვევ ისეც, რომ დესტრუქციაში გადადიხარ, საკუთარ პიროვნებას ცვლი, საკუთარ სულის მდგომარეობას ცვლი, ენერგიებსაც კარგავი, ყველაფერს კარგავ და ყველაფერში აჯამსანდალში მდგომარეობაში გადადიხარ, იმიტომ რომ შენ ხარ ის ფინჯანი, ნახე, რომელიც სხვა ადამიანის ფინჯანს კი არ უნდა დაუკავშირდეს წყლის მილით. შენ სხვა ადამიანთან ერთად კი არ უნდა შეხვიდე ენერგო ინფორმაციულ ველში და საერთო რითრითებში კი არ უნდა მიიღო მონაწილეობა ან საერთო მედიტაციებში ამ ყველაფერში. არამედ მარტო ღმერთთან უნდა იყო კავშირში და სამართლიანად გექნება ის ღირსებები, რაც დაიმსახურე, ის ძალები, რაც აგროვე, ის დესტრუქცია თუნდაც რაც შენია და შენ რომ ვიღაც ადამიანებთან კავშირში შედიხარ ენერგო ინფორმაციულში და საერთო რითრითებში და ამ ყველაფერს აკეთებ, შენ რა ძალაც აგროვე გადადის მასთან, თანაბრდება, იქედანაც ჭუჭყი გადმოდის, მარტივად გეტყვი, ერთში არის შხამები ჩასხმული და ენერგია არ არის, საერთოდ წყალი არ არის, საერთოდ შენ ხარ სავსე ენერგიით ფინჯანი და დააერთე ეს ორი ფინჯანი ერთმანეთზე და გათანაბრდება. ფიზიკაა, ხო? შენც ესეთივე ფიზიკა ხარ, გამარჯობა შენი. გესმის, შენც ესეთივე ფიზიკა ხარ. ფიზიკის მაინც ხომ გჯერავს, ხო და ფიზიკა ხარ შენც და თანაბრდება. რაში გჭირდება ან ენერგიის გადათანაბრება ვიღაცა წარწმენდილთან, თან იქ შავი მაგი რომ მოვიდეს? რატომ გონია რომ შავი მაგები არ მოდიან როლში? აი რატომ გონია რომ შავი მაგი წამყვანი კი არა უბრალოდ? ვინც მაგ როლს ირგებს ან თავის დესტრუქციას გაწყებს და შენთან შემოდის ენერგო ინფორმაციულ კავშირში, რატომ გონია რომ შავი მაგი მონაწილეობას არ იღებს იქ? ეს ცალკე პროცესია, რომელზეც საათი შემიძლია გელაპარაკო, რეები
შეუძლია ჩაუტაროს, რადგან თანხმობა მიეცი შენ მას, რომ ერთად გაწევრიანდეთ ენერგოინფორმაციულ ველში. აბა, რანაირად ხდება თქვენ შორის ოპერაცია, თქვენი აზრით, ამ ინფორმაციების გადადება, გადმოდება. ეს ცალკე საკითხია. იცი რამხელა წახნაგობრივი დესტრუქცია აქვს ამ ყველაფერს, ასაც გიხსენ? და შენ გონია რაღაც მიდიხარ რითრიტზე კი არა. განათლდი ცოტა და მერე ითამაშე წრეში ბურთობანა შენი სულით. ეხლა რაც შეეხება ამ ყველა სისტემური განლაგების, ჰოროსკოპი იქნება თუ სხვა დანარჩენის ამბავს. მინდა ერთ კონკრეტულ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. ვინ ხარ შენ და რა ხარ შენ? ერთ-ერთი ადამიანი მეუბნება, რომ შენო ბებიის მხრიდან და ბაბუის მხრიდან გაქვს აღებული ენერგია იმისგან, მოდის ეს ყველაფერი და აქედან მოდის და იქედან მოდის და თვარის ფაზაში ხარ, სატურნი მუშაობს შენზე და სატურნი საზღვრავს ვინ ხარ? გააცნობიერე. შენი წინაპრებიდან იქნება ეს, მამის ხაზიდან იქნება, დედის ხაზიდან იქნება თუ საიდანაც არ უნდა იყო. იმის აღების უნარი გააქვს, რაც გინდა და იმაზე ვარის თქმის უნარი გააქვს, რაც გინდა. მაგრამ ეხლა პრობლემა რაშია? პრობლემა არის იმ ხელბურკილებში, რომელ ხელბურკილებსაც შენ იღებ. მაშინ როცა შენ მიდიხარ სისტემურ განლაგების ბრჭყალებში ოსტატთან ან ვინმესთან და გეუბნება შენ ამაში ხარ, იმის ტრამვიდან მოდიხარ, იმის ის ხარ, ეს ხარ. შენ ის გადებს პროგრამას და შენ ამას რომ ეთანხმები, კი ეს ვარ, მორჩა. შენ იღებ მის პროგრამას და არა ღმერთის. შენ გაქვს თავისუფალი ნება და ეს ნება არის იმის გარანტი, რომ თქვა იმ პროგრამებზე, რომელიც დესტრუქციულია ვარი, მამის მხრიდან, დედის მხრიდან, აიღო ის რაც გინდა და გახდე ის რაც გინდა. შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც შედის შვეიცარიულ სუფრაზე, სადაც არის მილიონობით კერძი და რომელ კერძსაც გინდა იმ კერძს აიღე, რომელ კერძსაც გინდა იმ კერძზე იტყვი ვარს და ამის გადაწყვეტის უნარი მოგცა ღმერთმა. ღმერთმა მოგცა ეს ნება. გესმის და ნახე, დღეს შენ რას გიშვებიან? მიდიხარ სისტემურ განლაგებაზე თუნდაც და ეს ხდება ყველგან. და გეუბნება რომ შენ ბებიის ხაზიდან გაქვს ტრამვა, იმის ხაზიდან ხარ ეს და დაგადო ბორკილები პირდაპირ. ეს იგივეა შვეიცარიული სუფრის მაგალითს რომ შევადაროთ, რომ აი შედიხარ შვეიცარულ სუფრაზე 10,000-ობით საკვებია, რომელსაც გინდა აირჩევ და გეუბნება არა, შენ ეს ბოლოკი ჭამე, შეგიძლია ეს ჭამო, შეგიძლია ის ჭამო, ის აიღო, ეს აიღო. მორჩა იმის იქეთ ვერ აიღებ. დაგადო ბორკილები ფორმაში ჩარჩოში ჩაქსვა. ჰოროსკოპიც ამას აკეთებს, ნუმეროლოგიაც ამას აკეთებს. ყველანი ესენი თქვენ გადებენ ბორკილებს. თუ გაგიმართლა, თორემ ამის იქეთ ყველაფერს გიშავებენ, ხალხო. გააცნობიერეთ, ყველანაირად განადგურებენ ამ ყველაფრით. გეუბნება ეს ხარ, აიღე შენ ეს პროგრამა, თანხმობა რომ მიეცი, რომ არ თქვი რომ არა მე არ ვიღებ ამ პროგრამას, არ გეთანხმები რომ ეთქვი, აიღე ეს პროგრამა და დაგედო ეს პროგრამა, ბორკილები. და ვეღარ გამოდიხარ მაგ ბორკილებიდან. გესმის? პროგრამა დაიდე. ვიღაც საცოდავმა ადამიანმა დაგადო პროგრამა, როცა ღმერთს უნდა დაიდო შენთვის ბეჭედი თავისი და ღმერთის პროტოკოლები უნდა შემოსულიყო ღმერთის პროექტი შენში. ამის ნაცვლად დაადებინე ვიღაც მაჯლაჯუნას ან ვიღაც საცოდავ ადამიანს პროგრამა. ხო, საცოდავია, მეც საცოდავი ვარ ღმერთთან მიმართებაში ყველანი. ადამიანი მიჟღერებს შენ ბებიის ხაზიდან, მამის ძმისშვილის ხაზიდან ხარ და თვარის ხაზიდან ხარ და პირდაპირ ხედავ ბორკილებს როგორ მაწვდის. ოღონდ ეს გაცნობიერებულად კი არ გააკეთა. ეს ასწავლეს ერთმანეთზე ბორკილების დადება. ერთმანეთს ბორკილებს ადებენ, ერთმანეთის ენერგიებში აფათურებენ ხელს, ერთმანეთს ნაგავს აყრიან, ერთმანეთის ენერგიებში იზილებიან, ბნელით მოცული არიან და ვერ ხვდებიან ვერაფერს ადამიანები დღეს. აჯამსანდალში ცურავთ. ოღონდ ეს აჯამსანდალი არის კატასტროფა. ეს არის თქვენი სისტემური განლაგება. მარტივად რომ გითხრათ, სისტემური განლაგება, რომელიც შეგიფუთეს ტექნოლოგიურად, არის ვუდუს რიტუალი, რომლის მიხედვითაც აი ამ ქაქს ჩადიხართ ერთმანეთთან მიმართებაში, საკუთარ თავთან მიმართებაში, ღმერთთან მიმართებაში. ამიტომ ამ ცოდნის შემდეგ, რაც გინდა ქენი, აქაც კინება მოგცა ღმერთმა. შენი სულის ტყავიდევს სასწორზე გახსოვდეს. მაგრამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო. დაგლოცოს, უფალმა დაგიფაროს. მოგცეს აცნობიერება გულში, ღვთის გზაზე დაგაყენოს, ჯანიფარი მოგცეს. გჭირდება ეს. დაგვიფაროს უფალმა, დაიფაროს უფალმა საქართველო, ქართველი, ყველანი დაგვიფაროს ადამიანები უფალმა. დაგვიფარე უფალო ამ ბოროტებებისგან, ამ უმეცრებისგან, ამ ბნელის ბოლოჟამის ხაფანგებისგან დაგვიცავი უფალო. ამინ, ამინ, ამინ.